ნატოს აბსოლუტურად წარუმატებელი სამიტის შემდეგ რუსეთისთვის კრემლში საბოლოოდ დაკარგეს კონტროლი და დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს იბრძოლოს უკრაინის ფაქტობრივი კაპიტულაციისამდე. პარალელურად გამოცემა Reuters წერს, რომ ვლადიმირ პუტინი დიდი ალბათობით წავა საბრძოლო მოქმედებების ესკალაციაზე, მიუხედავად დონალდ ტრამპის მშვიდობისკენ მოტოდებებისა და მისი მრჩევლების რეკომენდაციების, რომ ომი ფრონტის ხაზზე გაყინოს. ასეთი განცხადებები გაკეთდა რუსეთის ტოტალური საწვავის კრიზისის ფონზე, სადაც მარცვლეულის მოსავლის აღება საფრთხის ქვეშაა დიზელის საწვავის დეფიციტის გამო. მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში უკვე სპეციალური ტალონებით ხდება ბენზინის გაკიდვა. ამავე დროს ევროპაში მიიღეს რიგი გადაწყვეტილებები თავდაცვის სფეროში და საბედნიეროდ ეს გადაწყვეტილებები პრევენციულად მიიღეს. პოლონეთში განაცხადეს, რომ მათი ინფორმაციით რუსეთი ამზადებს ახალ პროვოკაციებსა და დივერსიებს ევროპელების წინააღმდეგ. ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ყველაზე დიდი ალბათობით ახალ მობილიზაციის ტალღას გამოაცხადებს რუსეთში, უკვე მას შემდეგ, რაც 20 სექტემბრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ნატოში საბოლოოდ განაახლეს 2004 წლის დოქტრინა და ამიერიდან ნატოს გამანადგურებლებს უფლება აქვთ ჩამოაგდონ საფრთხის შემცველი მიზნები ბალტიის ქვეყნების თავზე. საუბარია დრონებსა და რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ სხვა საფრენ აპარატზე, რომლებიც შემთხვევით ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში შევიდნენ. ამავე დროს პოლონეთში განაცხადეს, რომ ანტიბალისტიკური რაკეტების წარმოება Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის უკრაინაში შეიძლება უკვე რამდენიმე კვირაში დაიწყოს. აღმოჩნდა, რომ პოლონეთმაც მიიღო ლიცენზია და ორივე ქვეყანა ერთად იმუშავებს, თანაც იძულებულნი იქნებიან ერთად იმუშაონ. აგიხსნით რატო? ამ ხრივ როგორც ჩანს, დათბობა იგრძნობა. ბოლოს და ბოლოს უკრაინასა და პოლონეთს შორის. პრეზიდენტები ზელენსკი და ნავროცკი ბოლოს და ბოლოს პირადად შეხვდნენ და ყველა სადაო საკითხი განიხილეს. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ გამოშვების ქვეშ. ესეც პრევენციულად გააკეთეთ. ამისთვის მადლიერი ვიქნები. მოკლედ, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა მკვეთრად შეცვალა რიტორიკა უკრაინის მიმართ, რაც წინა ვიდეოში განვიხილეთ, კრემლში საბოლოოდ ჭკუიდან გადავიდნენ. თავდაპირველად კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ტრამპმა გადაიფიქრა და ვლადიმირ პუტინს აღარ დაურეკა, მიუხედავად იმისა, რომ ეს 4 შაბათს საღამოს დაჰპირდა. შემდეგ განაცხადა, რომ კრემლს სჭირდება გაანალიზოს ტრამპის განცხადება უკრაინის თავზე ცის დახურვის შესახებ. და ბოლოს იგივე პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინული დარტყმები რუსეთის ინფრასტრუქტურაზე მოსკოვს აიძულებს უფრო დიდხანს აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები და გაზარდოს ბუფერული ზონის ფართობი. შემდეგ მოვიყვანთ პესკოვის ციტატას. ჩვენ ხედავთ გარკვეულ მცდარ წარმოდგენებს თეთრი სახლის ადმინისტრაციაში. მცდარი წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რომ ესკალაციის გზით, სამხედრო ზეწოლის გზით შეიძლება ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოგვარების გზაზე გასვლას. ეს მცდარი მსჯელობაა. შენდრომი ესკალაცია შესაძლოა გარკვეულწილად გაახანგრძლიოს სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ზუსტად ვერ ვიტყვით რა დონეზე, მაგრამ ეს გამოიწვევს იმას, რომ მოგვიწევს უსაფრთხოების უფრო დიდი ზონის, უფრო დიდი ბუფერული ზონის შექმნა. აქ მინდა ხაზი გაუსვა, რამდენად აბსურდულია ეს განცხადება პესკოვის მხრიდან ბუფერულ ზონასა და უსაფრთხოების ზონაზე. უბრალოდ ერთი წამით დაფიქრდით. პესკოვმა განაცხადა, რომ ბუფერული ზონის გაფართოება რამდენი კილომეტრიც არ უნდა იყოს, თითქოს დაიცავს რუსეთს უკრაინული დრონებისგან, რომლებიც რუსეთში სამიზნეებს 3000 კილომეტრის დაშორებით ესხმიან თავს. ამავე დროს პესკოვმა დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს აქვს გეგმები უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემაზე, მიუხედავად დონალდ ტრამპის განცხადებისა, უკრაინული დარტყმების მხარდაჭერაზე რუსეთის სისიღმეში, კრემლში მაინც მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონის სურვილი უკრაინული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში მონაწილეობაზე გულწრფელი. პესკოვმა განაცხადა, რომ ტრამპი უბრალოდ ცდება, მაგრამ მალე ისევ რუსეთის მხარეს იქნება. ეს კი ჟღერს როგორც რეალობის დაჯერების სურვილის არქონა. საბოლოოდ დღე, ანუ 9 ივლისი დასრულდა, იმით რომ კრემლში ნერვები ვერ შეიკავეს და დაიწყეს განცხადებები, რომ სურთ ომი უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე და არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპისაც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი გააგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ იმ მიზნების მიღწევამდე, რომლებიც ვლადიმერ პუტინმა 2024 წლის ივნისში დაასახელა. მაშინ პუტინი ფაქტობრივად საუბრობდა კიევის სრულ კაპიტულაციაზე.
2024 წელს სიტყვით გამოსვლის დროს, რომელიც დღეს ლავროვმა ახსენა, ვლადიმერ პუტინი მოითხოვდა უკრაინული ჯარების გაყვანას დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთის მთელ ტერიტორიიდან, რომლებიც რუსეთმა ვერ შეძლო დაეკავებინა. ამ რეგიონებისა და კირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება, უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანებაზე, ასევე დემილიტარიზაცია და რაღაცა მითიური დენაციფიკაცია უკრაინაში. პუტინი ამტკიცებდა, რომ ყველა ამ პირობის შესრულების შემდეგ დაუყოვნებლივ გასცემდა ბრძანებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ლავროვმა დღეს ასევე დაადანაშაულა დასავლეთის ქვეყნები იმაში, რომ ისინი ციტატა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის იმიტაციის შემდეგ ღია ულტიმატუმებზე გადავიდნენ რუსეთის მიმართ. აბა როგორია? აღმოჩნდა, რომ ამ თამაშს ორივე მხრიდან შეიძლება თამაში. ბოლოს და ბოლოს რუსები მიჩვეულები არიან, რომ წლების განმავლობაში შეუძლიათ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის იმიტაცია. ხოლო პუტინი თავისი ბინძური პირით შეიძლება ლაპარაკობდეს და ამბობდეს, რომ დიახ, ჩვენ ყოველდღე მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. ზელენსკი ჩამოვიდეს მოსკოვში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხოლო ამ დროს უბრალოდ დროს აჭიანურებენ და ომს აგრძელებენ. აღმოჩნდა, რომ ლავროვი ახლა აღშფოთებულია, რომ მეორე მხარეც ასე შეიძლება მოიქცეს, რომ თურმე ევროპასაც შეუძლია დრო გააჭიანუროს, რომ ევროპასაც შეუძლია მოლაპარაკებებზე მიდგომის იმიტაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რატომღაც ეხლა ეს გაველურებული ცხენისსახიანი რუსი აღშფოთებულია ამით. ის ამბობს, როგორ შეიძლება ასე იყოს? რატო? ეს რა არის გამოდის, რომ გვატყუებენ? ხოლო ჩვენ შეგვიძლია ვინმე მოვატყუოთ, ხოლო ჩვენ კი თითქოს არ შეიძლება მოგვატყუონ. ლავროვის თქმით, ყველა ადრე მიღწეული შეთანხმება 2014, 2015, 2019 და თუნდაც 2022 წლებში გაუგებარია, რა იყო 2022-ში თავად დასავლეთმა დაანგრია. ამასთან დაკავშირებით მოსკოვის კეთილი დამოკიდებულებისა და იმედების მარაგი საბოლოოდ ამოიწურა. ეს მისი ციტატა. შემდეგ ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი აღარასოდეს დაიჯერებს დასავლეთის გარანტიებს. კი, როგორ არა. მაგრამ აქ შეგახსენებ, რომ 2024 წლის ივნისში ვლადიმირ პუტინი უკრაინის კაპიტულაციის გარდა ასევე ითხოვდა რუსეთზე დაწესებული ყველა დასავლური სანქციის მოხსნას და იმუქრებოდა, რომ თუ კიევი და დასავლეთი ამ პირობებზე უარს იტყვიან, ციტატა, ვითარება ადგილზე შეიცვლება და მოლაპარაკებების პირობებიც სრულიად განსხვავებული იქნება. ხოლო მას შემდეგ 2 წელი გავიდა და ვლადიმირ პუტინისთვის რეალობა მხოლოდ გაუარესდა. გაგახსენებთ, 2024 წლის ივნისში რუსეთში არც ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ იცოდა და უკრაინული დრონები ასე შორს არ დაფრინავდნენ. და უკრაინას მაშინ ახმოსაც კი არ ქონდა ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ახლა რუსეთში მიფრინავენ. და უკრაინა მაშინ ლოგისტიკას არ უთხრამდა და კირიმი ასეთი იზოლაციაში არ იყო. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აქ ცოტა მოდით ყურადღებას გავამახვილებს საწოვის კრიზისზე. მოსავლის აღების კამპანია. 2026 წლის მოსავლის აღება რუსი ფერმერებისთვის კოშმარად იქცევა, რომლებიც დიზელის საწოვის დეფიციტს, მის გაყიდვაზე შეზღუდვებსა და ფასების ზრდას აწყდებიან. განსაკუთრებით მწვავე დიზელის საწოვის დეფიციტი კომბაინებისთვის და სხვა ტექნიკისთვის იგრძნობა მთავარ სამხრეთ რეგიონებში, როსტოვის ოლქში, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, რომლებიც რუსეთის მთლიანი მარცვლეულის მოსავლის მეხუთედს უზრუნველყოფენ. რუსი ფერმერები, რომლებმაც ოდესღაც პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ მიესალმნენ, ახლა ბენზინგასამართ სადგურებზე ღამეს ათევენ საწვამზიდების მოლოდინში. ამასთან ბენზინგასამართ სადგურებზე დაწესებულია ლიმიტები. ერთ ადამიანს შეუძლია მხოლოდ 100, ზოგ რეგიონში კი ჯერ კიდევ 200 ლიტრი დიზელის საწვავის აღება. იმ დროს, როცა ერთი კომბაინი ერთ ცვლაში დაახლოებით 300 ლიტრ საწვავს ხარჯავს, ანუ ეს რაოდენობა სამუშაო დღის ნახევარზეც კი არ ყოფნით. ითხოვინებიან, რომ კირიმში, ოკუპირებულ კირიმში, რომელიც საწვავის კრიზისის ეპიცენტრად იქცა, საწვავის კრიზისია. ტექნიკა საერთოდ უძრავად დგას. მოსავლის აღების კამპანია იქ საერთოდ არ დაწყებულა. როსტოვის ოლქში უკვე განაცხადეს მოსავლის 15%-ის დაკარგვაზე. ეს დღევანდელი მდგომარეობითა, ხოლო მომავალში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. და საწვავის პრობლემა კიდევ უფრო მძიმდება იმით, რომ მოსავლის აღებისას ყველაფერი ერთ კვირაში უნდა მოესწროს. მოსავლის დამწიფებიდან 10 დღეა ეს ფერმერებმა კარგად იციან. თუ ვერ მოასწრეს, მარცვალი დაიწყებს დაკრას. თუ წვიმები წამოვიდა, მოსავლის ამღები კომბაინები უბრალოდ ვერ შევლენ მინდორში და სწორედ ეხლა მიმდინარეობს ეს მოსავლის აღების კამპანია. სწორედ საწვავის კრიზისის პიკზე. ამ დროს სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის ხელისუფლება აპირებს ბენზინის გაყიდვას შეზღუდოს QR კოდებით ან შევსების გრაფიკით, ლუდს და კენტ დღეებზე. და ეს იმ ქვეყანაში, რომელიც შეგახსენებთ, ქვეყანა ბენზოკოლონკას ეძახდნენ.
მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაზე სავარაუდოა, რომ ვლადიმირ პუტინი სამხედრო მოქმედებების ესკალაციაზე წავა. დონალდ ტრამპის მშვიდობისკენ მოწოდებებისა და პუტინის მრჩევლების რეკომენდაციების მიუხედავად, რომ ომი ფრონტის ხაზზე გაიყინოს. ამის შესახებ როიტერსი იუწყება კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით. იქ ამტკიცებენ, რომ მელოტი ბაბუა ვოლოდია პუტინი ჯიუტად ცდილობს დონბასის სრულად დაპყრობას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეტევის ტემპი მკვეთრად შენელდა და მიუხედავად წმინდა დანაკარგებისა. ტერიტორიები 2026 წელს. უკრაინული დრონების შორმანძილზე დარტყმებმა, რომლებიც უკვე ურალის იქითაც აღწევენ მიზნებს და ისტორიაში ყველაზე ძლიერ საწვავის კრიზისს გამოიწვიეს, მაინც ვერ შეცვალეს ვლადიმირ პუტინის აზროვნება. ალბათ ბუნკერიდან ეს ყველაფერი ასე აშკარად არჩას. ის დონბასის დაპყრობას პრინციპის საკითხად მიიჩნევს და ამიტომ ესკალაციისთვის ემზადება. აი ესეთი ბიჭული მიდგომაა, რომ პიტერის ეზოს ბიჭი ფიქრობს, რომ პრინციპის საკითხია დონბასის დაპყრობა და საერთოდ არ აინტერესებს რა მსხვერპლს გაირებს დაუბანელი რუსეთი. პუტინის მრჩეველთა ჯგუფმა, როგორც როიტერის თანამოსაუბრები ამბობენ, შესთავაზა ომის შეჩერება მიმდინარე ფრონტის ხაზზე. ადრე რუსეთის პრეზიდენტს აფრთხილებდნენ ბიუჯეტთან, ეკონომიკასთან და საბანკო სისტემასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, რადგან რუსეთის ხაზინაში 6 ტრილიონი რუბლის დეფიციტი წარმოიშვა. MŠP-მ დაიწყო წელი ვარდნით პირველად 2023 წლის შემდეგ, ხოლო საკრედიტო ორგანიზაციები აცლებიან უზარმაზარ გადაუხდელობათა ტალღას სესხებზე, მათ შორის სამხედრო წარმოებისთვის გაცემულ სესხებზე. მაგრამ ვლადიმირ პუტინმა უარყო კიევთან ტერიტორიულ კომპრომისებზე ყველა მოწოდება. ის კვლავაც ჯერა, რომ რუსი ოკუპანტები შეძლებენ მთელი დონბასის დაპყრობას და სულ არ ადარდებს კიდევ რამდენი ასეთი რუსი ივანები მოგდება წმინდა უკრაინულ მიწაზე. ხო, რა მოხდა 100,000-300,000, ხო, მოგდნეთ. მთავარი პრინციპია დონბასის დაპყრობა. და როგორც წევს რეინოლდი, რუსეთის მხრიდან შესაძლო ესკალაცია შეიძლება მოიცავდეს უკრაინის 30 უდიდესი სამრეწველო ცენტრის განადგურებას, მათ შორის ფოლადის ქარხანასა და ოდესის პორტს. შემდეგი ფაზა შეიძლება იყოს ნატოს ბაზებზე თავდასხმა, ბალტიის ქვეყნებსა და რუმინეთში, ასევე დარტყმები ევროპულ ქარხნებზე, რომლებიც უკრაინისთვის შორმანძილზე მოქმედ დრონებსა და რაკეტებს აწარმოებენ. თითქოს სწორედ ამისთვის პუტინმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, განსაზღვრეთ, რომელი ქვეყნები არიან ყველაზე მეტად ჩართული. რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ ვინ ეხმარება უკრაინას ყველაზე მეტად? თითქოს მომავალში მოგვიწევს მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასეთ პროგნოზებში რეიტერის მიხედვით ეს 100-ია. მაგრამ თუ თქვენ არ იცით, რომ არ იცით? Андрея Ильницкого. თუმცა იგივე აზრზეა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკიც. პოლონელი მინისტრის თქმით, დასავლეთს აქვს სანდოს სადაზორო მონაცემები ახალ სანდოებზე. Разведывательными данными о новых რუსებზე. კრემლის მტრულ ქმედებებს შორის სიკორსკიმ დაასახელა კიბერშეტევები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ცეცხლის გაჩენის მცდელობები, დივერსიები რკინიგზაზე, დრონების დარტყმები, ასევე ჩრდილოვანი ფლოტის გამოყენება მნიშვნელოვანი ობიექტების დასაკარტოგრაფებლად. ასევე მან ცალკე აღნიშნა სიკვდილის ესკადრონების გაგზავნა რუსეთის დიქტატორის ვლადიმირ პუტინის მტრების ლიკვიდაციისთვის. შემდეგ მოვიყვან სიკორსკის ციტატას. დღეს თქვენ უნდა გვენდოთ. ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსები ისევ რაღაცას გეგმავენ. და ამ გაფრთხილებების მიზანია, რომ ისინი დააფრთხონ ამ პროვოკაციების განხორციელებისგან. მსგავსმა ტაქტიკამ იმუშავა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ. მაშინ აშშ-ში სპეცსამსახურებიც საჯაროდ აფრთხილებდნენ რუსეთის მიერ ცრუ დროშის ოპერაციების მომზადებაზე, რამაც კრემლი აიძულა ზოგიერთი პროვოკაციისგან თავი შეეკავებინა. ამავე დროს ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი დიდი ალბათობით რუსეთის პარლამენტის არჩევნების შემდეგ, რომლებიც 20 სექტემბერსაა დანიშნული, ახალ მობილიზაციის ტალღას გამოაცხადებს. მან გააფრთხილა, რომ უკრაინას დაახლოებით 2 თვე რჩება, რათა მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებაზე დაითანხმოს, რადგან კენჭისყრის დასრულების შემდეგ კრემლი შეიძლება ომი კიდევ უფრო გაამწვავოს. პეტრ პაველის აზრით, საერთო მობილიზაცია, რა თქმა უნდა, დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს რუს ამომრჩევლებში. ამიტომ კრემლი ასეთ გადაწყვეტილებას არჩევნების დასრულებამდე აჭიანურებს. ჩეხეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა დასავლელ მოკავშირეებს გამოიყენონ უახლოესი კვირები მოსკოვზე ზეწოლის გასაძლიერებლად და სცადონ მისი მოლაპარაკებებზე დაყოლიება. და შემდეგ, ციტატა პეტრ პაველის.
თუ უკრაინა გააგრძელებს წარმატებულად და აქტიურად დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე, ეს შექმნის პირობებს, როდესაც რუსეთი უფრო მეტად იქნება მიდრეკილი მოლაპარაკებებისკენ. ნატომ ამ დროს უნდა გააძლიეროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და ამავე დროს გამოიყენოს დიპლომატიური ინსტრუმენტები მოსკოვის დასარტყმონებლად. მისთვის ერთადერთი გამოსავალი მოლაპარაკებებია და არა ომის გაგრძელება. და ბოლოს, ნატოში საბოლოოდ დაიწყეს კრემლის მომავალი საფრთხეებზე პრევენციულად რეაგირება. საბოლოოდ ნატომ დაამტკიცა თავისი პროგრამა ანუ ეს აღარ არის უბრალოდ პატრულირება, არამედ რეალური საჰაერო თავდაცვის სისტემა. რას ნიშნავს ეს? მარტივად აგიხსნით. აი ეს ახალი ცვლილება თუ გნებავთ, აფართოებს გამანადგურებლების პილოტების მანდატს გადაწყვეტილების მიღების მხრივ და ანიჭებს მათ უფლებამოსილებას, მათ შორის გაანადგურონ ობიექტები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ. ანუ ეხლა ნატოს გამანადგურებელი ავიაციის მფრინავებს შეეძლებათ ოპერატიულად მიიღონ გადაწყვეტილება შეტევაზე, მაგალითად, ნატოს საჰაერო სივრცეში შემოფრენილ დრონებზე ან რუსულ თვითმფრინავებზე, ხანგრძლივი პოლიტიკური შეთანხმებების გარეშე. ეხლა ნატოს პილოტებს შეუძლიათ მიზანზე შეტევა მაშინვე, როგორც კი მოახდენენ მის იდენტიფიკაციას და დაადასტურებენ, რომ შესაძლებელია გამოირიცხოს ან სულ მცირე მინიმუმამდე შემცირდეს თამდევი ზიანი მიწაზე. ადრე დრონები, ასევე რუსეთის ფედერაციის საბრძოლო თვითმფრინავები არაერთხელ შეჭრილან ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე და არავინ ჩამოუგდია ისინი. მაშინაც კი როცა პილოტები ხედავდნენ მათ, ახდენდნენ იდენტიფიკაციას და ცხადად აფიქსირებდნენ, რომ ეს რუსული თვითმფრინავი იყო. მაგრამ მათი ჩამოგდება ვერ ხერხებოდა, რადგან საჭირო იყო გრძელი შეთანხმებების ჯაჭვის გავლა და სანამ რამეს დაადასტურებდნენ, ეს თვითმფრინავი უკვე გაფრენილი იყო. ეხლა თუ რუსული თვითმფრინავი ან უპილოტო აპარატი ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეს შეიჭრება, ნატოს პილოტებს სრული უფლება აქვთ უყოყმანოდ ჩამოაგდონ იგი. და ამ გამოშვების ცალკე ბლოკად გამოვყოფ თემას, რომელიც ეხება პატრიოტის რაკეტების წარმოებას უკრაინაში და პოლონეთსა და უკრაინას საინას შორის ურთიერთობების დათბობას. პირველ რიგში ზელენსკის თქმით, უკრაინა მალე საბოლოოდ მიიღებს პატრიოტ პაკ 3-ისთვის განკუთვნილი გადამჭერი რაკეტების ახალ პაკეტს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ საკმარისი არ არის, ამიტომ რაკეტებს პირდაპირ უწევთ გამოთხოვა, როგორც ზელენსკიმ განაცხადა სხვა ქვეყნებიდან. მეორეც, უკრაინას ექნება საკუთარი პატრიოტის წარმოება. მაგრამ რუსეთის ფედერაციას სამწუხაროდ ჯერ კიდევ აქვს დრო დარტყმებისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 ივლისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას მისცემს ლიცენზიას პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გადამჭერი რაკეტების წარმოებაზე. მისი თქმით, წარმოება შეიძლება დაიწყოს უკვე 2-3 თვეში. ჯერ გაურკვეველია კონკრეტულად რომელი ტიპის გადამჭერი რაკეტების შესახებ არის საუბარი. ეს უფრო ძლიერი პაკ 3 იქნება თუ უფრო მარტივი პაკ 2. წარმოების დაწყების სიჩქარე უკრაინაში რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. საბაზისო კომპონენტების არსებობა, რომლებიც შედის გადამჭერი რაკეტის შემადგენლობაში და მთელი მიწოდების ჯაჭვის მასშტაბირება, რომელიც ამ დეტალებს აწარმოებს. იცით, მე არ ვაპირებ მანიპულირებას იმ თემით, თუ როდი შეიძლება დაიწყოს წარმოება. რადგან ზოგი ამბობს, რომ საქმე კვირებზეა, ტრამპი კი ამბობს, რომ საქმე 2-3 თვეზეა. ხოლო ზოგი უკვე ავრცელებს ამბავს, რომ კი, ეს 3 წლის შემდეგ იქნება. ღმერთმა ქნას საერთოდ რამე დაიწყოს, რომ ეს ისტორია წლების და წლების განმავლობაში გაგრძელდება და მაგალითად გერმანიასა და იაპონიას ასახელებენ. თუმცა მათი მაგალითის მოყვანა საერთოდაც სისულელია. აგიხსნით რატო. გერმანიაში მაგალითად წარმოების დაწყება ძალიან დიდი დრო დასჭირდა. არა იმიტომ რომ ვერ აწარმოებდნენ, არამედ იმიტომ რომ შეკვეთები არ იყო. აბა რისთვის უნდა ამუშაო წარმოების ხაზი, როცა ამ რაკეტებზე შეკვეთები არ გაქვს? და მხოლოდ მაშინ, როცა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მხოლოდ მაშინ, როცა აშკარა გახდა, რომ ეს რაკეტები საჭირო იყო, მხოლოდ მაშინ, როცა ახლო აღმოსავლეთში ომის შემდეგ დეფიციტი გაჩნდა და გერმანიას შეკვეთები გაუჩნდა, მხოლოდ მაშინ დაიწყო გერმანიამ წარმოების დაჩქარება. ეს არ არის საიდუმლო, შეგიძლიათ გახსნათ ნებისმიერი ანალიტიკური მასალა, მაგალითად საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის და იქ წაიკითხოთ ეს ყველაფერი დაწერილია, რატომ იყო ასეთი დაგვიანება. ეს არ იყო ტექნოლოგიური შეფერხების გამო, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ბანალურად ბიუროკრატიულად შეკვეთა არ არსებობდა. იაპონიასთანაც მსგავსი ისტორია. მაგრამ მაინც, სანამ უკრაინამ არ დაიწყო საკუთარი ჩამჭერი რაკეტების წარმოება, რუსეთს სამწუხაროდ ჯერ კიდევ რჩება შესაძლებლობის ფანჯარა. მტერს შეუძლია გააძლიეროს ბალისტიკური რაკეტებით დათქმები უკრაინაზე, რათა მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მანამ, სანამ უკრაინა შეძლებს უფრო საიმედოდ დაიცვას თავისი ცა.
და აქ მოულოდნელად პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პატრიოტის ანტიბალისტიკური რაკეტები შეიძლება დაიწყონ წარმოება უკრაინაში უკვე რამდენიმე კვირაში. და აქ პოლონელმა მინისტრმა ახსნა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. მისი თქმით, პოლონეთის სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე ტექნიკის გადაცემა უკრაინელ მებრძოლებს შეუძლებელია. შემდეგ ციტატა. ჩვენი ქვეყანა შედის იმ 4 ნატოს ქვეყნის სიაში, პოლონეთის გარდა ეს არის გერმანია, შვედეთი და ნიდერლანდები, რომლებსაც ნატოს ანკარის სამიტზე მიენიჭათ სტატუსი როგორც ქვეყნები, სადაც შეიძლება გადაიცეს ტექნოლოგიები, რომლებიც დაკავშირებულია პატრიოტის რაკეტების წარმოებასთან და მომსახურებასთან. პოლონეთი ითანამშრომლებს უკრაინასთან პატრიოტის რაკეტების წარმოების ფარგლებში, რომლისთვისაც მზადება შეიძლება რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. წარმოების პროცესი მარტივი არ არის, რადგან თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი ამ ტიპის რაკეტები არ ყოფნით. ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა გაკეთდეს. ჩვენ თქიც ვართ განწყობილნი, პოლონეთი მზად არის დაუყოვნებლივ დაიწყოს მომსახურება და შემდგომი ქმედებების განხორციელება. საერთოდ როგორც ხედავთ, პოლონეთი ჩართეს სწორედ ამ ჯაჭში, რომლისგანაც იქნება დამოკიდებული რაკეტების წარმოება უკრაინაში. და სწორედ ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტები ზელენსკი და ნავროცკი ბოლოს და ბოლოს პირადად შეხვდნენ და განიხილეს ეკონომიკური, ისტორიული და უსაფრთხოების საკითხები. შემდეგ მოიყვან ზელენსკის ციტატას. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან. საკმაოდ ხანგრძლივი და კონსტრუქციული. ჩვენ განვიხილეთ პრიორიტეტული საკითხები, რა თქმა უნდა, ეს არის უსაფრთხოება და ჩვენ გვესმის, რომ აქ ჩვენ ერთი მტერი გვყავს და ეს არის რუსეთი. გარდა ამისა, ზელენსკიმ და კაროლ ნავროცკიმ ეკონომიკა განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გდანსკში წარმატებით ჩატარდა კონფერენცია უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის შესახებ, რითაც დაინტერესებულია პოლონური ბიზნესი. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ღიაა თავისი პოლონელი პარტნიორებისთვის. საერთოდ არსებობს თემა, რომელიც პრინციპში არ მისცემს ორ ქვეყანას, უკრაინას და პოლონეთს, საბოლოოდ იჩხუბონ. ეს არის თავდაცვა და პოლონელები ამას შესანიშნავად ესმით. მით უმეტეს ახლა, როცა ჩვენ ერთად ვართ ამ პატრიოტის რაკეტების წარდების წარმოებაშიც კი. ერთი ქვეყანა მეორის გარეშე ამ საკითხში ვერ იმოქმედებს. ამიტომ აქ მრავალ წერტილს დავშვა. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ მოწონების დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. კოლას ნახვამდის.